ან ეხლა გაუძელი, ან ადაკი და ფანჯრიდან გადახტი მეთქი. დილის 6 საათზე მაღვიძებენ ფანჯრიდან გადახტა. იყო თუ არა ეს ტრაუმა თავარი განპირობებელი, რატომაც დაიწყე ნეიროფსიქოლოგიის სწავლა? მეცნიერების, ხო. რა ხდება ტვინში, როცა ვამბობ, რომ მინატრება ჩემი ძმა. ამას ძალიან დიდი მინუსი ახლავს, სწორედ აი ამ ჩემს თვისებას ვიბრძოდი. ქორწინება რო იყოს. რა რთული სიტყვა. ნუცა კოღუაშვილი. ადამიანი, რომელმაც კორპორატიული კარიერული წარმატება, ადამიანური ზრდის მისიად გარდაქმნა. ჰარვარდში მიღებული ფსიქოლოგის განათლებით, დღეს უკვე ადამიანების შინაგანი გარდასახვის გზამკვლევია. Spin Your Brain პლატფორმა, სადაც ასწავლის, როგორ დავამარცხოთ მავნე ჩვევები, ვიპოვოთ მოტივაცია და შევცვალოთ რეალობა. ასობით 1000 მაყურებელს თავაზობს პასუხებს ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვებზე. ანამედროვე კვლევებით დავადგინე, რომ გენეტიკას გაცილებით მაღალი გავლენა ქონია ჩვენ ცხოვრებაზე, ვიდრე ჩვენ გვეგონა. 99% ადამიანების არ ვართ ფსიქოპატები. ან ვიარეთ რიტრიტზე, ვიარეთ თერაპიაზე და ამისგან სამუდამოდ თავის უხდებით. ჩვენი სათვალეებით აქმული სამყარო გაუზიარო. სწრაფად განვითარებადი სფერო, ადამიანების დახმარებად არის ის, რაც მინდათ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს, როცა ოთახში არის ყველაზე ჭკვიანი.